ბევრს რო შეჭამდა ძალიან რო გეძინება, ყველა შეუმჩნევია ეს უნივერსალური ადამიანებისთვის და უფრო მნიშვნელოვანიც არის რამე კი არის შეიძლება ბევრის ჭამამ ინფარქტი გამოიწვიოს, ნაღლის ბუშტის პრობლემები ან სუნთქვის უკმარისობა, სხვადასხვა შედეგები შეიძლება მოყვეს ბევრის ჭამას და ამაზე ვისაუბრებთ რა შედეგები მოყვება. ტოლ-7 შედეგი, რაც ბევრის ჭამას მოყვება. ასევე კითხვები აქვთ ადამიანებს, რომ ეს ბევრის ჭამა ერთხელ რომ ვთქვათ ბევრი შევჭამო, რამეს ნიშნავს, ძალიან ბევრი ვჭამო, რამე მომივა, ან ხშირად რომ ბევრი ვჭამო, რამე დაავადებებს გამოიწვევს, თუ უბრალოდ უკვე არსებულ დაავადებას გაუარესებს, ან ბევრს ვინც ჭამს ის ადამიანები უფრო მალე კვდებიან, უფრო ცოტა ხანს ცოცხლობენ, თუ ის ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვინც ბევრს არ ჭამენ ერთ ჭამაზე. და როგორ ვთქვათ, ბევრი ჭამა რა არის, როგორ განსაზღვროთ? ძალიან მარტივი განსაზღვრება არის, რომ ჭამის მერე თუ სიმძიმის და სისავსის შეგრძნება გაქვს და დისკომფორტის შეგრძნება, ეს არის ბევრის ჭამა. რო ვთქვათ, უფრო მეტად მეცნიერულად არის, რომ და უფრო ქრონიკულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თუ გინდა რომ განსაზღვროთ, უფრო მეტ ენერგიას თუ იღებ ვიდრე გჭირდება, არის მეტის ჭამა. გჭირდება ვთქვათ 2000 კალორია, იღებ 2500 მუდმივად. ეს არის უკვე გადამეტებული ჭამა. რა ხდება ამ დროს? როცა ადამიანი ბევრს ჭამს, კუჭი ფართოვდება, კუჭი იწელება. კუჭს აქვს უნარი, კუნთოვანი ორგანოა რეალურად კუჭი და აქვს უნარი რომ გაიწელოს, შეიკუმშოს. და კუჭი რომ იწელება, ასევე იწელება საკლაპავის სფინქტერი, ან საკლაპავი მილი, ჩვენ გვაქვს აი პირის ღრუდან რაც ჩადის მილი და კუჭამდე ჩადის. და სარქველით არის გაყოფილი ერთმანეთისგან ეს საკლაპავი და კუჭი. ანუ სარქველს ამ შემთხვევაში გულისხმობ რაღაც ჩამკეტი, რაც კი საკლაპავიდან უშვებს საკვებს, როცა ჩაკლაპავ, მაგრამ კუჭიდან არ უნდა ამოუშვას არაფერი უკან. თორემ მუდმივად გულისრევით ივლიდა ადამიანი, ხო? ანუ ეს სფინქტერი არ მუშაობდეს ეფექტურად, მუდმივად ამოვიდოდა, რაც კუჭია ის ჩვენთან როგორც კი მაგალითად დაახველებდა ადამიანს, მუცლის ხუში წნევა გაიზრდებოდა. ესე არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენ სფინქტერი გვაქვს, რომელიც აკავებს კუჭის შიგთავს და არ უშვებს ზევით. როცა ბევრს ჭამ, იწელება ეს და ეს სფინქტერი აღარ მუშაობს ნორმალურად და კუჭით წნევა იმატებს, კუჭი რო წნევა იმატებს, აწვება ეს კუჭის შიგთავსი და ამოდის უკან საკლაპავში და პირველ რიგში ამოდის მჟავა. რა თქმა უნდა, საკვებიც ამოდის, საკვების თხევადი ფორმით, რა თქმა უნდა. მაგრამ ამოდის მჟავა და ადამიანს აქვს გულძმარვის შეგრძნება და ამას ჩვენ გვგრძნობთ როგორც გულძმარვა და ამას ვეძახით მერე გასტროეზოფაგალურ რეფლუქს დაავადებას და მერე ვამბობთ რომ ჭამის მერე მეწყება გულძმარვა, ხო, იმიტომ გეწყება რომ მოიმატა წნევა კუჭი, რომ მოიმატა წნევამ, მოადუნა ეს სფინქტერი, ამოუშვა ამ სფინკტერმა შიგთავსი კუჭის ზევით და ადამიანს დაემართა გულძმარვა. მაგის გარდა რომ გულძმარვა ემართება ადამიანს ბევრი ჭამის მერე, არა ყველას, მაგრამ ბევრს. იმისთვის რომ საკვები ეფექტურად მოინელოს ადამიანმა განსაკუთრებით, როცა ბევრს ჭამს მას მერე, სისხლი გადამისამართდება სხვა ორგანოებიდან კუჭისკენ და ნაწლავებისკენ. სხვა ორგანოებიდან რომ ვამბობთ, საიდან? ძირითადად კუნთებიდან და თავის ტვინიდან. ან თავის ტვინს აკლდება სისხლი, კუნთებს აკლდება სისხლი. და ამ ორს რომ სისხლი აკლდება, ადამიანი თავს გრძნობს დაღლილად. განსაკუთრებით როცა კუნთებს აკლდება სისხლი, ადამიანი თავს გრძნობს დაღლილად. ეს არის ხოლმე მთელი ამბავი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროსაც ბევრ შემთხვევაში არის რომ სისხლის მიმოქცევა და ენერგია კუნთებში არ არის საკმარისი. მეორეს მხრივ საკვები ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას. ინსულინის დონე ზოგჯერ 5-ჯერაც იზრდება საკვების ჭამის მერე. ეს აძლიერებს ტრიპტოფანს, ტრიპტოფანი აძლიერებს სეროტონინის გამომუშავებას და მელატონინის გამომუშავებას. ან თავის ტვინში არის მოლეკულები, მოკლედ სეროტონინი არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც კარგად ყოფნაზეა პასუხისმგებელი, ანუ სეროტონინი თუ ნორმალ გამოიყოფა, ადამიანი თავს გრძნობს კარგად, ნორმალურად ყოველ შემთხვევაში, არა ბრწყინვალედ, მაგრამ სულად არ არის რა, არის მოდუნებული მშვიდად კარგად. მელატონინი როცა გამოიყოფა, მელატონინი არის ძილის ჰორმონი და ადამიანს ეძინება. ამიტომ საკვების მერე გამოიყოფა სეროტონინი და მელატონინი, რომელიც ადამიანს ადუნებს და აძინებს. და დამატებით რა თქმა უნდა სისუსტე რო ემატება, ადამიანი თავს გრძნობს ისე, თითქოს ძალიან ეძინება. ეს
დაახლოებით დგება 30 წუთში ჭამიდან და პიკს აღწევს დაახლოებით 1 საათში ან 1-დან 2 საათამდე და 2 საათის მერე გავulis უკვე ან ის 2 საათის ფარგლებში თუ არ წამოწექი და არ დაისვენი ან დაიძინე გადაგივლის ჩვეულებრივად იქნება მერე დღის განმავლობაში. ამას ეძახიან საკვების კომასაც. ანუ საკვებისგან კომაში ჩავარდა ადამიანი დაახლოებით ეგეთ რაღაცას გულისხმობენ. მესამე რაც ხდება არის რომ ჩვენს ორგანიზმში ეცემა წნევა. წნევა ეცემა დაახლოებით 10-დან 20-მდე მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტით. ანუ საზომით რო ზომავთ ხოლმე რა ჩვეულებრივ 10-დან 20 ქულით დაეცემა ისა წნევა. ხო, ეხლა ეს შეიძლება თქვას ადამიანმა რომ 10-ით დაეცა მე რა, ხო, ეხლა ვისაც მithmes მაღალი წნევა დაეცა რა, იტყვის რომ პირიქით კაია, ხო? არ არის კარგი. საქმე იმაშია რომ როცა ესე უეცრად ეცემა წნევა, ადამიანებს უჩნდებათ სიმპტომები, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება და ეს თავბრუსხვევა შეიძლება გულის წასვლამდეც მიიყვანოს ადამიანები. განსაკუთრებით აი დიაბეტიანი ადამიანები მაგალითად ან ვისაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი წნევის პრობლემები აქვს, აი ასეთმა უეცარმა წნევის დაცემამ შეიძლება ადამიანი გონების დაკარგვამდე მიიყვანოს. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია. მეოთხე რასაც იწვევს ბევრის ჭამა არის გულის შეტევა. ხო, გულის შეტევა ახლა ეს არ ნიშნავს რომ მაშინ იტყვის ადამიანი რომ ვინც ბევრს ჭამს ყველას გულის შეტევა რატო არ ემართება. რა თქმა უნდა ესე არ მუშაობს ეს. ახლა როგორ ხდება? ჩვენ თქვით რომ როცა ადამიანი ჭამს საჭმელს, ბევრი სისხლი ჭირდება საჭმლის მომნელებელი სისტემას. მოკლედ დაახლოებით 40%-ით მეტი სისხლი ვიდრე ჭირდებოდა. და ეს სისხლი მიდის. გულს ხო ჭირდება რომ ეს დააკომპენსიროს სისხლის გადაანაცვლება, იმიტომ რომ ტვინს ნაკლები სისხლი მიეწოდება და გულს უწევს რომ მეტად იმუშავოს. ამიტომ გულის ცემა ჩქარდება. ან ჭამის მერე გულის ცემა ჩქარდება, გულზე დატვირთვა იზრდება. იმიტომ რომ რაღაცნაირად უნდა დააკომპენსიროს. როცა ადამიანი ჯანმრთელია, ახალგაზრდა, არაფერს არ უჩივის, ეს საერთოდ არაა პრობლემა. ან გული ისე გააკეთებს ამას, რომ ისე დააკომპენსიროს, მაქსიმუმ დაეძინოს ამ ადამიანს, მაგრამ თუ ადამიანს უკვე სისხლძარღვები შევიწროებული აქვს, თუ ადამიანს უკვე თრომბის განვითარების რისკი აქვს, მაშინ ისე გულზე მოთხოვნა გაზრდილია, ანუ გულს უჭირს მუშაობა, ბევრი სისხლი უნდა, სისხლი ცოტა არის, იმიტომ რომ სისხლძარღვები შევიწროებულია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი. ნუ სტენოკარდია პირველ რიგში, როცა ნაკლები ჟანგბადი აქვს გულს ვიდრე ჭირდება, გულის ტკივილი, გულმკერდის მიდამოში ზეწოლის შეგრძნება, ტკივილის გადაცემა ხელში, მკლავში, ყბაში და ან ეს შეგრძნებები, განწირულობის შეგრძნება და სისუსტე. მოკლედ ეს სიმპტომები და გულის შეტევა და მიოკარდიუმის ინფარქტი შეიძლება გამოიწვიოს ბევრის ჭამა. ხო, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ხო, რა ვთქვათ რომ ნუ ჰიპოთეზურად და ჰიპოთეტურად ბევრი რამე შეიძლება იყოს შესაძლებელი, მაგრამ ამის უკან დგას ფაქტები. მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის თითქმის 20% გამოწვეულია ბევრი ჭამის მერე მდგომარეობით. მეტიც სტენოკარდიების თითქმის 30% ვითარდება ანუ როცა ადამიანი ბევრს შეჭამს და ამიტომ დაკვრებულიც არიან ამაზე ადამიანები და ალბათ იცით რომ აი ასაკში რო შედის ადამიანი მე ამბობს რომ აი თუ ბევრი ჭამე თავს კარგად ვერ უგრძნობ. ბევრი მიზეზი აქვს რაც ზემოთ ჩამოთვალეთ ის ყველა მათ შორის ერთ-ერთი არის გულის ამბავიც, თუმცა ეს გულის ამბავი როგორც წესი არის ადამიანებმა უბრალოდ ინტუიციურად ხვდებიან რომ ბევრი არ უნდა ჭამონ. შემდეგი რასაც ბევრი ჭამა აკეთებს არის სუნთქვის გაძნელება. მოკლედ კუჭი რომ ფართოვდება, კუჭი იწელება, როცა ბევრს ჭამს ადამიანი და ეს აწვება დიაფრაგმას. დიაფრაგმა რა არის ხა? კუჭი რომ წარმოიდგინოთ, კუჭის ზევიდან ახურავს ფაქტიურად კუნთი, ესეთი, რომელსაც ქვია დიაფრაგმა. და ეს დიაფრაგმა არის გამყოფი გულმკერდის ღრუს და მუცლის ღრუს შორის. ანუ გულმკერდის ღრუ და ჩვენ გულმკერდი მოკლედ გული და ფილტვები სადაც მდებარეობს ეგ ადგილი და მუცელი ნაწლავები სადაც მდებარეობს ეგ გაყოფილია ერთმანეთისგან. მაგის გამყოფი არის დიაფრაგმა. და დიაფრაგმა ასევე არის მთავარი კუნთი, რომელიც მონაწილეობს სუნთქვაში. და ეხლა უყურეთ ეს გადიდებული კუჭი
აწוება დიაფრაგმას. დიაფრაგმა იჭიმება. დიაფრაგმა ზევით წამოვა, ხო? კუჭი როცა იზრდება, დიაფრაგმა ზევით მოდის. განსაკუთრებით თუ ადამიანი ჭარბწონიანია, ნაწლავები გადავსებულია, კუჭი გადავსებულია, აწובה დიაფრაგმას ზევით. დიაფრაგმა ზევით მოდის და ადამიანს რა ექნება ამ დროს ის შეგრძნება? ადამიანს ექნება გრძნობა, რომ ღრმა სუნთქვას ვერ იღებს. ღრმა სუნთქვა გაუჭირდება, სუნთქვის აღება გაუჭირდება. და ადამიანს აქვს ქოშინის შეგრძნება, სუნთქვის გართულების შეგრძნება, სუნთქვის გაძნელების შეგრძნება, რაც შეიძლება საკმაოდ კაი ხანს გაგრძელდეს აი ამ ჭამის მერე. სანამ კუჭი იქნება გადავსებული და კუჭი გადავსებული შეიძლება იყოს საათობით, გაჩნია ადამიანი რას შეჭამს. ამიტომ ეს დისკომფორტი მნიშვნელოვანია. ასევე არის ხოლმე კითხვა ამ დროს, რომ ეს კუჭი კი მარა რო იწელება, მერე იზრდება კუჭი, თუ ისევ პატარავდება, თუ სამუდამოდ იზრდება, მერე ძალიან იზრდება, თუ როგორ ხდება, რა არის სინამდვილე? სინამდვილე არის ესეთი, რომ კი კუჭი არის კუნთოვანი ორგანო, რომელსაც აქვს უნარი რომ გაიზარდოს, გაიწელოს და ადამიანები, რომლებიც ბევრს ჭამენ, ორჯერ, ორნახევარჯერ უფრო დიდი კუჭი შეიძლება გქონდეთ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ბევრს არ ჭამენ. კარგი ამბავი აქ ის არის, რომ თუ ისევ ცოტას ჭამას დაიწყებ, კუჭი დაპატარავდება, იმიტომ რომ კუჭს აქვს უნარი იყოს ელასტიური და შემცირდეს ზომაში. მაგრამ ცუდი ამბავი ის არის, რომ თუ ძალიან დიდხანს, ძალიან ბევრ შეჭამ, შეიძლება ეს გადდება სამუდამოდ დარჩეს. შემდეგ კითხვა არის ხოლმე, აი ბევრს თუ ჭამ, ეს კუჭის კიბოს რისკს ზრდის თუ არა? პასუხი არის კიც და არაც. არა, იმიტომ რომ პირდაპირ არ ზრდის რისკი, ხა რომ თქვა რომ ხა ბევრ რაღაცა შეჭამა ადამიანმა და ეხლა კუჭის კიბოს რისკი მოემატა თუ არა? არა, რა თქმა უნდა, პასუხი მაგაზე არა. ან პირდაპირ მექანიზმი არსებობს, რითითაც ბევრის ჭამა კუჭის კიბოს რისკს ზრდიდეს. მაგრამ თუ გავთვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრს ჭამენ, ხშირად ჭამენ ხოლმე მარილიანს, ჭამენ აი ამ არაჯანსაღ საკვებს, ხშირად ეგენი ზრდიან რისკებს. ეგენი შეიცავენ კარცინოგენის შემწვარე იმ მოხრაკულები და ესეთებს რა ჭამს ადამიანი. მეორეს მხრივ, ჭარბიწონა ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ბევრს ჭამენ, დადასტურებულია, რომ მათი 80% არ ჭარბწონიანი. ანუ სუქდება ადამიანი ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე და თვითონ გასუქება კუჭის კიბოს რისკს ზრდის ორჯერ, 200%-ით რეალურად. შესაბამისად, კი ბატონო, ანუ ორზე მეტჯერაც ზრდის. შესაბამისად, კუჭის კიბოს რისკს ზრდის ბევრი ჭამა, არა პირდაპირ, მაგრამ მაინც ზრდის. მეტიც სხვა სიმსივნეების რისკიც იზრდება ზოგადად, ან ჭარბი წონა სიმსივნეების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. და თუ ვიტყვით, რომ ეს ბევრის ჭამა და შესაბამისად ჭარბი წონა მოქმედებს უარ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ანუ ერთი ჭამა რო ჭამოს ადამიანმა არაფერს არ მოქმედებს, არაფერი არ მოხდება მაგითი. მაგრამ თუ ხშირად და ბევრს ჭამს, ჭარბი წონა ექნება დაახლოებით სიცოცხლის შემოკლება 5-დან 10 წლამდე. ეგ აღიარებული ფაქტია, კარგად შესწავლილი, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრს ჭამენ და თან სუქნები არიან, ან ჭარბწონიანები არიან, უფრო ნაკლებს ცოცხლობენ საშუალოდ. კიდევ ერთხელ, გამონაკლისების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ესეა. გამონაკლისების არსებობა ხაზს უსვამს წესის არსებობას პირიქით და მხარს უჭერს წესის არსებობას. ახლა კიდე კითხვა არის ხოლმე, რომ აი რამე ობიექტური მითხარი, რითიც ვიტყვი, რომ აი ეს ბევრს ჭამ ახლა თუ ცოტას ჭამ. მარტივი ის არის საზომი ესეთი, რომ დაახლოებით 500 გრამამდე წყლიანად, ან წყლის ჩათვლით და სითხეების ჩათვლით, ყველაფრიანად მოკლედ 500 გრამამდე თუ ჭამ ერთ ჭამაზე, კუჭი მეტნაკლებად კომფორტულად იტევს. ზოგი ადამიანის კუჭი სადაც 350 გრამზე, ზოგი 400, ზოგი 500 და გააჩნია ადამიანს. 500-მდე მიიჩნევა, რომ არ იწვევს სიმძიმის შეგრძნებას. 500-ის ზევით იწვევს სიმძიმის შეგრძნებას. მიიჩნევა, რომ 700 გრამზე მეტ თუ ჭამ ერთი ჭამისას, უკვე ეს ბევრის ჭამაა. და 700 გრამზე მეტი წყლით და სითხეებიანად ითვლება. ანუ ისიც ითვლება, რომ ჩაი დააყოლე, ან წყალი დალია, ან სუპი შეჭამე, ეგეც ითვლება იმ გრამებში. ვისაც არ აკმაყოფილებს ეს გრამობით და უნდა კალორიულობით, დაახლოებით ესეა, რომ ერთ ჭამაზე 700-ზე მეტ კალორიას თუ ჭამ, გადამეტებულ ჭამად და ბევრ ჭამად ითვლება.
ვისაც ესეც არ აკმაყოფილებს და უფრო ხელშესახებად უნდა, მაშინ დაახლოებით აი ყველაზე პატარა ბურგერები რომ აქვს იმაში მაკდონალდსში, ყველაზე პატარა ბურგერები, სტანდარტული კლასიკური პატარა ბურგერი, ძალიან პატარა როა რეალურად, ხო? აი ეგ რო შეჭამა 4 ცალი უკვე გადამეტებული ჭამა. ანუ 3 ცალამდე თუ ძალიან მშიერი ხარ ისე რომ წყალი არ დააყოლო თუ შეჭამ არა უშავს და აი 4 ცალს თუ შეჭამ უკვე გადამეტებული ჭამა. და კიდევ არის რამე რაცაც იწევს აი ეს ბევრი ჭამა, კი არის რასაც იწევს და სხვა პრობლემებს იწევს. მაგალითად, ჭარბიწოვანი და სიმსუქნე, რომელიც პრაქტიკულად გარდაუვალია, შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ასევე პრაქტიკულად გარდაუვალია, ადამიანებს რომელსაც ბევრს ჭამენ და ჭარბიწოვანი და სიმსუქნე აქვთ, ძალიან მაღალი რისკი აქვთ შაქრიანი დიაბეტის. მაღალი წნევები ასევე, რომელიც ძალიან ხშირია, ასევე ღვიძლის გაცხიმოვნება, ასევე ნაღვლის ბუშტის პრობლემები. ხო, ნაღვლის ბუშტის პრობლემს ახლა პირდაპირ ბევრი ჭამა არ იწვევს, მაგრამ ხშირად არის რომ ძალიან ცხიმიანს ჭამენ ადამიანები, აღიზიანებს ნაღველს დიდი რაოდენობით და მე ნაღლის კენჭებით თუ აქვს, იქნება პრობლემა მოკლედ გადამეტებული ჭამით. მეტიც თავის ტვინი დამოკიდებულებას ივითარებს ბევრის ჭამის მიმართ. ან დამოკიდებულების ფუნქცია აქვს თავის ტვინს, რომ ანუ დამოკიდებულება უვითარდება. შეჭამ ბევრს მეორე დღესაც, მესამე დღესაც, მეოთხე დღესაც კიდე და კიდე ბევრი გინდა. შესაბამისად დამოკიდებული ხდები ბევრ საჭმელს და ესეც რეალურად დიდი პრობლემაა. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, რეალურად ყველა თანამედროვე გაიდლაინი იქითკენ იხრება, რომ მცირე ულუფებით და 3-ჯერ ან 4-ჯერ კვება, დაახლოებით 300-400 გრამი საკვები თითო ჭამაზე, ეგ მიიჩნევა რეალურად ოპტიმალურად. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს რას ჭამ, ხო? ანუ 400 გრამი კარაქი კატასტროფაა რო ჭამო და 400 გრამი ბოსტნეული არაფერი არ რო ჭამო. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ჭამ. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, არხი გამოწერეთ, ან დააკომენტარეთ, ეს დაეხმარება არხის განვითარებაში და თქვენ წილს შეიტანთ არხის განვითარებაში. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ